ისევ დაგიბრუნდით და თქვენთანა ვარად ძალიან მახარებს. მოკლედ დღეს ვიღებ შეპირებულ ვიდეოს თუ რა გამოვიწერეთ Amazon-იდან. გელოდებათ გრანდიოზული დიდი ამანათების გახსნა. აი ასე გამოიყურება ჩემი ამანათების პირამიდა, ნახეთ. აი ზუსტად ასე, რომელიც გუშინ მივიღეთ. დავიწყოთ, რომ დრო არ გავაცდინოთ. დღეს არის 13 აპრილი, კვირა დღე. მოკლედ დავიწყოთ. ავიღოთ შემდეგი ყუთი. აი, ეს არის შემდეგი ყუთი და ნახოთ რა დევს შიგნით. სამარცს დავმალავ რა თქმა უნდა და მეორე მხრიდან გაჩვენებთ. აი, შემოკარგებო. ნახეთ, ეს ილო მომდევნო ყუთში. მალე ჩემთან სტუმრები მოდიან. თუმცა სტუმრებს არ დავარქმევდი, მაგრამ მაინც სტუმრები ქვია. ჩემთვის ძალიან ახლობელი და საყვარელი ხალხი, ჯერ არ ვიტყვი, თუ ვინ ჩამოდის, 3 ადამიანი მოდის ჩემთან და დაგასპოილერებთ, ვერ ვიტან ამ სიტყვას. ადრე არ არსებობდა ეს სიტყვა, დავცხოვრობდით, მაგრამ მოდით გადავთარგმნით და ჩემებურად გეტყვით. ინტრიგაში ჩაგაგდებთ რა, დაგაინტერესებთ ასე რომ ვთქვათ. არ გამოვიყენებ ამ სპოილერს, რადგან საშინლად არ მომწონს ეს სიტყვა. თუმცა ეს ქართული სიტყვა არ არის, არის ინტერნაციონალური. გერმანულშიც არის ეს სიტყვა და ინგლისურშიც რამდენადაც ვიცი. და აი არ მქონდა სტუმრებისთვის სახლის ჩუსტები, აი ესეთი და ვნახე Amazon-ზე და ძალიან მომეწონა და გამოვიწერე. ეს შესაძლებელია დაიკიდოს კედელზე, შემოსასვლელში, აი ესე. შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, მაგრამ ახლა ჩემ შემთხვევაში მე ამისთვის კედელს არ გავაფუჭებ და არ გავხრიტავ. ნაქირავებ ბინაში და მოკლედ არის სასტუმრო, აი სასტუმროში როა ხოლმე სტუმრის ჩუსტები ისეთი სხვადასხვა ზომაში. ცისფერში, კრემის ფერში და ასე შემდეგ. ძალიან მომეწონა. არის 5 წყვილი და არის ყველა ზომაში, როგორც ხედავთ. ცისფერი, ყავისფერი, თეთრი და ასე შემდეგ და თვითონ ჩასადები მომეწონა ძალიან. ანუ არის 5 წყვილი სახლის სტუმრის სახლის ქოში. მოდი ჩუსტ სიტყვას არ ვიხმარ, სახლის ქოშები. ძალიან მომეწონა. და მოკლედ ნებისმიერი სტუმრისთვის მზად იქნებით, როდესაც აი ესეთი სახლის ქოშები გაქვთ. ამ ყუთში იდო ეს ქოშები მარტო, გადავდოთ ეს ყუთიც. ხო, იმ ყუთიდან კიდე რაც დამავიწყდა, აი ეს იყო кейსი გამოვიწერე ჩემი ახალი მობილურისთვის. ძალიან კარგი მობილურია, ძალიან კმაყოფილი ვარ და ამ მობილურით ვიღებ ახლა ამ ვიდეოს და მოკლედ საკმაოდ სრიალა მობილურია ხელში და მეშინია ყოველთვის რომ არ გამიფუჭდეს და არ დამივარდეს, არ გამიტყდეს და ამისთვის გამოვიწერე აი ესეთი кейსი. ძალიან მომწონს როგორც იყო სურათში ნაჩვენები, ისეთი აღია მწვანე, პიტნის მწვანეა ჩემი მობილური და ესეთი кейსი გამოვწერე, ძალიან მომწონს. ეხლავე როგორც კი მორჩები ამ ვიდეოს გადაღებას, ჩავდებ აუცილებლად შიგნით. აი ეს кейსია Amazon-იდან გამოვიწერე ესეც. მოკლედ მობილურისთვისაც მაქვს ახლა აი кейსი. შემდეგი ყუთი. აი ასე გამოიყურება ყუთი, ხო ხედავთ? აი ასე. ნახოთ აი ამაში რა დევს. ანდრეასის ჯინსის შარვალი. ნახეთ რა მსიქცეა. ამაში მე ალბათ მთლიანად ჩავეტევი. ამ სიგრძე ჯინსის შარვალში. აი ეს ყუთი დაცარიელდა. და აი ეს იყო კიდე შიგნით, ეს არის გასაბერი ლოგინი, რომელიც შემიძლია ჩემი სტუმრისთვის გამოვიყენო, ჩემი ერთ-ერთი პატარა სტუმრისთვის, ბავშვებისთვის შედარებით ვიწრო ლოგინია, გასაბერი ლოგინი, რომელიც არის ძალიან მოხერხებული დასაძინებლად. ჩვენ ახლა აქ
სტუმრის ლოგინები სამწუხაროდ არ აგვაქვს, მაგრამ აი ეს გასაბერი ლოგინი გამოვიწერეთ Amazon-იდან ჩემი სტუმრისთვის. ეს სტუმარი ძალიან მიყვარს, ჩემი პატარა სტუმარი. და მომავალში გაგანდობთ თუ ვინ იქნებიან ჩემი სტუმრები სააღდგომოდ, როგორც გითხარით. მოდით ამოვიღებთ და გაჩვენებთ. აი ასე. და მოყვება თავისივე ნასოსი, ელექტრონასოსი და იბერება და იჩუტება და არის ძალიან მოხერხებული, რადგან დიდი ადგილი არ სჭირდება. შეგიძლიათ კარადის თავზე შეინახოთ. ერთი გვაქვს კიდე ორსაწოლიანი და ასე რომ ჩვენს სტუმრებს მოვათავსებთ აუცილებლად. აქ დივანიც გვაქვს, მაგრამ ამ დივანზე ვერ დაწვევიან, რადგან არ იშლება. ესე გამოიყურება. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. ეს გასაბერი ლოგინი. დაგვრჩა ერთი ყუთი და ეს ქვემოთა ყუთი, როგორც ხედავთ, არის ანაბელის პამპერსი. უკვე ხმარობს 6 ზომას, 5-იც ერგება, მაგრამ საფენის 6 ზომა უფრო მოხერხებულად აქვს და საკმაოდ დიდი ბავშვია, როგორც გითხარით. იმდენად წონით და რამე არა, მაგრამ მაღალი ბავშვია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არის 2 წლის, მაგრამ ის ახლა, როგორც იცით, 22 აპრილს ხდება 1 წლის ჩვენი გოგონა. მოკლედ, გავხსნი ახლა Amazon-ის ბოლო გზავნილს და იმ პამპერს ახლა აღარ გაჩვენებთ, რადგან უკვე გითხარით, რომ ბავშვის საფენებია შიგნით. ყოველ კვირას გვიწევს საფენების ყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგ შეფუთვას, დიდ შეფუთვას ყიდულობთ ხოლმე, მაგრამ იმდენად ხშირად ჭირდება და იმდენად ხშირად ვუცვლით ხოლმე, დღეში 6-7 რომ საფენს გამოუცვლით, ძალიან ხშირად გვჭირდება ხოლმე საფენების ყიდვა და გადავწყვიტეთ, რომ გამოვიწეროთ Amazon-იდან და ყოველკვირეული სტრესი რომ აღარ გქონდეს. მოკლედ, შემდეგ ყუთს გავხსნი ახლა. აბა ვნახოთ ჩემო კარგი ბორადებს ბოლო ყუთში. ყუთი გავხსენი უკვე. ეს არის ანდრეასის ბოტასები. მოდით გავხსნათ. აი ესეთი ბოტასი, რომელსაც ანდრეასი ძალიან კარგად ხმარობს, საკმაოდ გრძელია, ნახეთ. ეს არის 47 ზომა, ანდრეას აქვს 47 ზომა ფეხი. მე ამაში ალბათ ვიბანავებ, რო ჩავწვე. და ეს არის ანდრეასის ბოტასი, როგორც ხედავთ, ძალიან კარგად ხმარობს ამ ბოტასებს და სულ უყვეთავს ხოლმე. ასევე გამოიწერა ანდრეასმა ესეთი ზაფხულის სახლის ჩუსტები, ქოშები, რა ვიცი, რაც გინდათ დაარქვით. ამასაც ძალიან კარგად ხმარობს, აი ასეთ ქოშებს ზაფხულში და არის მოხერხებული. აი, ძალიან ჩვეულებრივი. ესეც არის დიდი ზომა, Adidas-ის არის. არ ვიცი, ხედავთ თუ არა და არის ძალიან მოხერხებული. ესეც არის დიდი ზომა, 47 ზომა და აი ესეთი ქოშები აქ ყველგან იყიდება მაღაზიებში, მაგრამ ანდრეასი თავის ზომას მაღაზიაში სამწუხაროდ ვერ პოულობს და იძულებულია, რომ Amazon-იდან გამოიწეროს და ინტერნეტში შეუკვეთოს. ან სხვა საიტზე იყიდოს, ან Amazon-ზე გამოიწეროს, იმიტომ რომ თავის ზომას ვერასდროს ვერ პოულობს ხოლმე და ბოლოს მოკლედ რაც დაგვრჩა, აი ეს არის ჩვენი გოგონასთვის, ანაბელისთვის, აბა გამოიცანით რა არის. ნელა გვინდა რომ გადავაჩვიოთ ჩვენი გოგო საფენებს, რადგან უკვე 1 წლის ხდება, როგორც გითხარით და ეს არის ღამის ქოთანი, რომელზეც მინდა რომ ნელა მივაჩვიო. ეს დინოზავრის ღამის ქოთანი ვნახე მე პირადად Amazon-ზე და ძალიან მომეწონა, რადგან როგორც ვიცი 22 ევრო ღირდა. ფასი კიდევ მაქვს თავში. მომეწონა ძალიან, რადგან არის თავსახურით. ეს არის დინოზავრის თავი. ესე უნდა გაუკეთდეს. ერთი წუთით ავაწყობთ და ისე გაჩვენებთ. აი ასეთი
ღამის ქოთანია, ჩემო კარგებო, ჩვენი გოგონასთვის ძალიან მომეწონა. არის სხვადასხვა ფერში, როგორც გოგონასთვის. ამ შემთხვევაში ანაბელისთვის მე ვარდისფერი ის ფერში ავიღე. არის ასევე ბიჭის ფერები, ცისფერი, მწვანე, მუქი, ლურჯი და ასე შემდეგ. სტაფილოს ფერშიც არის. მომეწონა ჯერ თავი რო ქონდა, რადგან სუნი იმდენად არ აუვიდეს ღამის ქოთანს და მომეწონა ასევე რომ პირდაპირ ქოთანს კი არ უნდა გამოვავლოთ წყალი, არამედ აი ესეთი ამოსაღები ჯამი აქვს, როგორც ხედავთ და აი ამით ხდება ამის მოსაქმებულის ტუალეტში ჩაგდება და შემდეგ ამის გარეცხვა. ძალიან მომეწონა მე პირადად და გადავწყვიტეთ რომ ეს იყო ჩემი არჩეული და გადავწყვიტე რომ ეს ღამის ქოთანი შეგვეკვეთა ჩვენი გოგონასთვის ასევე თავის თავსახურით რომ სუნმა არავინ შეაწუხოს. ძალიან მომეწონა და ამ დღეებში გადავწყვიტე რომ მივაჩვიოთ ჩვენი გოგონა. ძალიან მომწონს ეგრეთ წოდებული ღამის ქოთანი. საფენების ყუთს ახლა აღარ გავხსნი, როგორც ხედავთ, ეს არის პამპერსი, არის 13-დან 18 კილოგრამამდე. და ჩვენი გოგონა უკვე 12 კილოს გადაცდა და არის 144 ცალი შიგნით. და მოდით ახლა აღარ გავხსნი. საკმაოდ კარგია Amazon-ზე საფენების შეკვეთა, ვფიქრობ, რადგან ადამიანი ზოგავს თავის დროს და ენერგიას და ყოველ კვირაში სტრესი არ აქვს. მოკლედ აქ ეხლა რომ შეგახედათ რას გავს აქაურობა, ეს ყველაფერი ახლა უნდა მივალაგო. ეს იყო ჩემი Amazon-ის ამანათების unboxing-ი, განფუთვა და იმედია ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი და მოგეწონათ. მოკლედ დღეს აქ დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ ბედნიერ ბრძოლას გისურვებთ ყველას. ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკა დროებით. კარგად შემოკარგებო. ყველას კარგად გემშვიდობებით.